თელავმა კახეთის ფრენბურთელ ვაჟ და გოგონათა რეგიონულ ჩემპიონატს უმასპინძლა. გურჯაანის სპორტული გაერთიანების მწვრთნელის რევაზ ჯალაღანიას განმარტებით აქამდე გამართულ ტურნირებს შორის ყველაზე გამორჩეული და მაღალ ორგანიზებული სწორედ ეს ღონისძიება იყო. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გუნდებმა წარმატებას მიაღწიეს. გოგონებმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს. ვაჟებმა კი ყველა მეტოქე დაამარცხეს და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლნენ. ჩატარდა კახეთის პირველობა ფრენბურთში 2009-2010 წელს დაბადებულ გოგონათა ბიჭთა შორის, სადაც ნამდვილად დიდი კონკურენცია იყო. არ მოელოდი ამისთანა სიძლიერის გუნდებს, ძალიან დიდი კონკურენცია იყო და ბიჭებმა ივაშკაცეს, მოუგეს რამოდენიმე რაიონის ნაკრებ გუნდებს. ფინალში შევხვდით ყვარელის ნაკრებ გუნდს, სადაც ძალიან დიდი შემართებით, მოკლედ შეუძლებელი შეძლეს ბიჭებმა და 2-0 დავამარცხეთ ყვარელის ნაკრები გუნდი. მოიპოვეთ ჩემპიონობა და თასი. რაც შეეხება გოგონებს, მათთან ძალიან დიდი კონკურენცია გაუწიეს ბევრ გუნდებს, იყო თელავი, ყვარელი, ძალიან ძლიერი გუნდები. და ამიტომ მესამე ადგილი საპრიზო ადგილს დავჯერდით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძლიერი გუნდი იყო, ჩვენ შევძელით ვიასპარეზეთ. ძალიან გაგვიწიეს წინააღმდეგობაც, ჩვენ შევძელით და მოვიგეთ. მართალია, რომ ძალიან კარგი გუნდი იყო, მაგრამ ჩვენ მოვიპოვეთ, რომ თასი აგვეყო და გავსულიყავით საქართველოს.